ფასი, რომლის გადახდაც ივანიშვილს უწევს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის გამო. ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა ოლიგარქისთვის ყველა მისი პოლიტიკური ნაბიჯი. ბლუმბერგის ცნობებით ფაქტობრივად განახევრებულია მისი ქონება და მხოლოდ აპრილის 3 კვირაში 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ უკვე ივანიშვილმა დაკარგა სტატუსიც და ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში აღარ ეწერება. რეპუტაციული ზიანი მიღებულია, ფინანსური ზარალი ივანიშვილისთვის ზედმეტად მძიმეა ამ დროის მონაცემებით და ახლა უკვე მოლოდინი არსებობს, რომ ქვეყნის კიდევ უფრო იზოლაციაში მოქცევას და მის ციხესიმაგრედ გადაკეთების სპეცოპერაციას შეუდგება ოლიგარქი იმისთვის, რომ დარჩენილი ქონება მაინც დაიცვას როგორმე. ეკონომისტები, ოპოზიცია ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილის იზოლაციის ფონზე ყველაფერი ეტყობა მათ შორის მის აქტივებსაც და ქონების ასეთი სწრაფი შემცირებაც აიხსნება ამით, მისი აქტივები კარგავს ფასის, აღარ არის ფინანსურ სექტორში ვინმესთვის მისაღები ადამიანი საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად ვერ მოახერხებს ვეღარც მისი ქონების გაყიდვას მომგებიან ფასად და ეს ყველაფერი აისახება მონაცემებზე, რომელსაც ხედავთ ჩვენ საერთაშორისო გამოცემის მიერ დათვლის. ბლუმბერგის ბოლო მონაცემებით ივანიშვილის ქონება არის ახლა 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარი და შემცირება ბოლო 3 კვირაში 3 მილიარდს აღემატება. რა თქმა უნდა, სანქციები მუშაობს და ივანიშვილს სერიოზული როგორც ჩანს ფინანსური და ქონებრივი პრობლემები აქვს ამ სანქციების გამო. გავიხსენოთ თუნდაც ის 400 მილიონი დოლარი, რომელიც სინგაპურში სასამართლოში მოუგო მან კრედიტ სუის და შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები გავრცელდა ამ თანხაზე. ასევე რა თქმა უნდა, ვერ გამოურიცხავთ მაქინაციებს ქონების გადამალვას ივანიშვილის მხრიდან. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გამო შესაძლებელია, რომ ის ებაში არსებულ გარკვეულ აქციებზე ფასებიც შემცირებული. სანქციები მუშაობს და ბიძინა ივანიშვილი ამ სანქციების როგორც არიდებას ცდილობს, ასევე რაღაც გარკვეულ მის ქონებაზე წტომასაც კარგავს. გარკვეული ქონება ამ ადამიანს დამალული აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ ასე ვთქვათ თავშესაფარი იპოვა. გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები იმ გადამალულ ქონებაზეც მიწვდება, ბიძინა ივანიშვილი ფულის გარეშე არ არის არაფერი. ანუ ფულის გარეშე მისი ძალაუფლება ჩამოიქცევა და შესაბამისად, როდესაც ძალაუფლება მას სურს, იგი ცდილობს, რომ ეს ფული შეინარჩუნოს სხვადასხვა გზებით. ეს რა თქმა უნდა დამამცირებელია თავად ბიძინა ივანიშვილისათვის, მისთვის არის სამარცხვინო და ბიზნეს სამყაროსათვის ის უკვე იქცევა მიუღებელ და ტოქსიკურ ადამიანად. ანუ პიროვნება ინკოგნიტო, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის ოფშორებში მალავს თავის ქონებას და რომლის ქონების იდენტიფიცირება შეუძლებელია. რუსი ბიზნესმენებიც კი არ არიან ამ სამარცხვინო ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში, როგორც ბიძინა ივანიშვილი. სანქციების შიშიდან გამომდინარე დაიწყო მასობრივად საკუთარი აქტივების გადაფორმება ცოლზე, შვილებზე, რაც ყველაზე მთავარია ქართულ ფონდი გადააკეთა საქველმოქმედო ორგანიზაციად, სამდროში ეს არის მისი ბიზნეს სტრუქტურა. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში იყო და 418 ადგილს იკავებდა, თუმცა ახლა ის უკვე ბლუმბერგის მილიარდერთა სიაში აღარ არის. ივანიშვილის ქონება განახევრებულია Forbes-ის მონაცემებითაც.